ჩემო საყვარელო მეგობრებო, ეხლა მინდა სიდონებს და ვარდონებს ვსაუბრო. იმათ, ვინც ლას არის ენით საუბრობს, ლას ზარს და ასე რომ ლას ზარებს. ჩვეულებრივი ადამიანები ამას ვერ გაიგებენ, ამას გაიგებენ მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები და სწორედ მათ ვესაუბრები ეხლა. განსაკუთრებულ ადამიანებს არც იმაზე აქვთ პრეტენზია, რომ რატო გამოიყურები ასე და ისე და შენ რატომ არ გამოეწყო მანამ სანამ ვიდეო არ ჩარდე და ასე რომ ვისაუბრო ეხლა პირდაპირ იმ ადამიანებთან, ვისაც ესეთი რამეები არ აწუხებთ და თავში აზრები უტრიალებთ, როგორც არის ლაზარე. ლას ზარე და ლასის ზარისა და ლასის მნიშვნელობა. ლასის მნიშვნელობა, ქართული ენის მნიშვნელობა, ქართული ანბანის მნიშვნელობა, ვინც გაშიფრა ქართული ანბანი, ვისაც ეხსნება ქართული ანბანი, ვისაც მოსდის ქართულ ანბანზე ინფორმაციები ზეციდან თუ ველიდან და ქართ ველიდან და ასე რომ მოდი ახლა ამაზე ვისაუბრებთ. თქვენ მინდა გითხრათ, რომ ნუ იქნებით დაღონებული იმაზე, თუ კი ერთ ადამიანს გაიხსნა ზუსტად იგივე რაც შენ. და იმ ადამიანმა შენზე უფრო ადრე თქვა ის, რაც შენ გინდოდა რომ გეთქვა. ამაზე დაღონებული ნუ გავიქნებით. ეს ის პერიოდია, როდესაც ლაზარე იხსნება და იხსნება ადამიანებისთვის და ადამიანებს აქვთ ესეთი შეგრძნება. ეს მე ვიფიქრე. ეს მე ამოვიცანი, ამომივაგნე, ჩემი მიგნებაა და ასე შემდეგ ესეთი აზრები ოდნავ აწუხებს ადამიანს ამ პერიოდში, როდესაც ლაზარე იხსნება. მაგრამ მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ნუ შეგაწუხებთ ესეთი ფიქრები, რამე თუ ლაზარე ძალიან ბევრში იხსნება დღეს და გუში რომ შენ გაგეხსნა, გუშინ წინ შეიძლება მე გამეხსნა და დღეს დავწერე. გესმის? ამიტომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შენზე უკეთესი ვარ, შენზე მალე მივხვდი ან რაღაცა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში იხსნება ის ენა, რომელ ენაზეც საუბარი არის, რომელ ენაზეც სწორედ უცხო ენაზეც საუბარი არის წერილებში, რომ ადამიანებს აპოკალიფსის პერიოდში ქრისტე გაუხსნის თავის რჩეულთ იმ ენებს, რომელი ენებითაც ისინი დაიწყებენ ლაპარაკს და ამ ენაზე საუბარს მხოლოდ რჩეულები ისაუბრებენ. ერთმანეთს მხოლოდ რჩეულები გაუგებენ და ამიტომ რჩეულებში ესეთი ეჭვები, ესეთი აზრები, ესეთი ფიქრები ზედმეტია, რომ აი ვთქვათ, ჩემში გაიხსნა ლაზარე არის ერთი ენა. ერთ ენაზე საუბრობს და შენ თუ ლაზარე გეხსნება, შენ უბრალოდ სწავლობ იმ ენას და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შენი მიგნებაა ან ჩემი მიგნებაა. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ჩემში დიდი რაოდენობით იზრდება ლაზარე და ლაზარე არის ისეთი ენა, რომელიც მე რასაც მიხსნის, იგივეს გიხსნის შენ, არ არსებობს სხვანაირად. უბრალოდ რაკურსები არის აქ შეცვლილი, შეიძლება შენ სხვა რაკურსით გაგიხსნას, რომელ რაკურსთანაც მე შეიძლება სხვა დროს მიმიყვანოს, ან შენ ჩემი რაკურსით გახსნილი სხვა დროს შეიძლება გაიგო რა არის. ასე რომ ის მიგნებები, რომელიც ჩვენში არის მეგობრებო და სიდონებო, ვარდონებო, ეს კოდებია ახლა სიდონიც და ვარდონიც, ამ ენაზე უკვე ძალიან ბევრი ვსაუბრობთ და მადლობა უფალს, რომ მოგცა ამის საშუალება. არ ვიცი, ალბათ სავარაუდოდ Facebook-ის დამსახურებაც არის, რომ ჩვენ უკავშირდებით ძალიან ბევრი ერთმანეთს. ადრე როგორ იყო, იცით მეგობრებო? ადრე ასეთ ადამიანებს საგიჟეთში უშვებდნენ და აშორებდნენ საზოგადოებას, იმიტომ რომ საშიშებად მიაჩნდათ. იმიტომ რომ იცოდნენ, როდესაც ლაზარე გაიხსნება, იქ უკვე დაემშვიდობე გადადებულ 20 წლით გადადებულ აპოკალიფს, რომელიც ძალიან უხარიათ ამ ამბიონზე მდგარ ცრუ მღვდლებს. ხომ? ჩვენ გვინდა ქრისტეს მოსვლა და ჩვენ გვინდა რომ ლაზარე აღდგეს სანამ ქრისტე მოვა. აქედან გამომდინარე ჩვენ აღვადგენთ ლაზარეს, უბრალოდ ჩვენ კი არა აღვადგენთ ლაზარეს, სულიც მინდა აღადგენს ჩვენში ლაზარეს და იმ ადამიანებში, რომლებშიც იხსნება, ესენი ბევრი არიან, უკვე ჩვენ საუბრობთ, დავკავშირდით ერთმანეთს, კონტაქტი გაიბა და ამიტომ ის შეგრძნება, რომელიც ადრე იყო, ხომ? აი ერთი თითოეულს რო ეხსნებოდა და მე დაწერდა წიგს და აი ამ წიგს გამოუშვებდა. საბა არა უშვებს თუ ვერაფერს გებულობ, გაგეხსნება შენს მოისმინე ბევრი. გამოუშვებდა ამ წიგს და მე ის იმას ეჩხუბებოდა, რომ არა ჩემი იყო ეს იდეა და არა ჩემი იყო ეს იდეა. ეგ დასრულდა, იცით რატომ ეგრევე დღეს უკვე მასიურად ვსაუბრობთ ლაზარეს ენით. ამიტომ არა ჩემიას, არამეული ენა დასრულდა. არამეული ენა, ხო? არა ჩემია.
არამე ვიყავი ჯერ, არამე ვიყავი. ხო? ეს არამეული ენა დასასრულს მიუახლოვდა და ეხლა გაიხსნა ლას-ზარება. ანუ ლას-ზარება ნიშნავს იმას, რომ თვით ლაზარე აღდგენა მისი, ხომ, ხდება ისევ და ისევ ვისში? ახალში, ახალ ხორცში, ახალ სხეულში. იქ ძვლებში კი არა, იქიდან რომ ამოვთხრით მიწიდან და იმ ძვლებთან აღდგენა არ ხდება. ახალ სხეულში აღდგენა ხდება და ახალ სხეულში აღდგენა, ლაზარეს აღდგენა ხდება ისევ და ისევ ვისში? შენში, მეში. ვისიში, ანუ სი ხო არის შენ, მეგრულად, სვანურად აგერ გავიგეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ. როდესაც ლაზარე იხსნება და ლაზარე ვისია, ანუ ვისია? სია, ხო? შენ ხარ ლაზარე. მე ვარ ლაზარე. შენ მეტყვი მე, რომ შენ ხარ ლაზარე. სი არის ლაზარე, ხო? ვისია ლაზარე? შენია ლაზარე, ჩემია ლაზარე, ყველასია ლაზარე. ვისშიც გაიხსნება. ასე რომ ჩემო კარგებო, რამდენი რამე გამეხსნა დღეს გუშინ და ასე შემდეგ, ანუ მოგზაურობა კარგია და ჭაჭუნაში მოგზაურობის და სულ მეხსნება ხოლმე ქართული ანბანი, საოცრად მეხსნება და ლასარე არის ქართული ანბანიდან აღმოცენდება ლასარე. ეხლა ნახეთ, რომელი ადამიანის ჩემს ნაწერებს წაიკითხავს და ვერაფერს ვერ გაიგებს, ესე იგი ის არის მხოლოდ დამწყები, ანუ მან მხოლოდ გაიცნო რა არის ეს ახალი. რაღაც ახალი ხილია, ხო, რომელიც ეხლა იღებს ნაყოფს. არა მხოლოდ ჩემთან ნახეთ კომენტარებში რამდენია ლაზარეში აღმდგარი, ხო? და ისინი ყველა ძლიერები არიან. ანუ მეც, შენც და ვისაც არ იცნობთ კიდე და ვისთანაც საუბრები გვაქვს, ისინიც ლაზარეში არიან აღმდგარი. მე იცით რა მინდა გითხრათ მეგობრებო, ეს გახსნები ჩვენი არ არის. ნუ მივისაკუთრებთ და ნუ მივიკუთვნებთ. კარგია და გვიხაროდეს უბრალოდ რომ გვეხსნება და გავუზიაროთ, რომ ვზაროთ. გესმით? გავუზიაროთ ერთმანეთს, რომ ვზაროთ და რაც უფრო ვზარავთ, მით უფრო ლას ვზარავთ, მით უფრო დავიწყებთ ამენით საუბარს და მით უფრო ბევრი და ბევრი გაიხსნება, ხდებით? და ყველაფერი ახალი დავიწყებული ძველია და ეს იმას ნიშნავს, რომ ლასარეს აღდგომა ხდება და დაწყებულია. ვეღარ ჩასვავენ ამდენ ადამიანებს საგიჟეთში. დამერწმუნეთ ის ადამიანები, ვინც საგიჟეთში დააზიანეს, ძალიან გული მტკივა იმ ადამიანებზე, ამენის გამო, რომ ადამიანები დააზიანეს და საგიჟეთში ჩასვეს, ეგ დრო დასრულდა. ეგ დრო წავიდა და გიხაროდნენ. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს თუ არ გაუზიარეთ, ჩვენ ბევრნი ვართ, ძალიან ბევრნი ვართ, ხალხო. აი მე ისე მიხარია ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც რომ წერან ლექს ან ახალ აღმოჩენას თუ მიგნებას, ხო? მათაც რო ესმით ეს ენა და ისინიც რო საუბრობენ ამენით, იცით რა სასიხარულო რამეა ეს, რომ მარტო მე კი არ ვარ. არის ზოგი ადამიანში შეიძლება გაჩნდეს, რომ შენ გაჩვენდი, მე აღმოვაჩინე, მე უნდა ვილაპარაკო. გესმის ესეთი რაღაცეები იღვიძებს დაცემულ ადამიანში მაინც, მაგრამ თუ კი გაასუფთავებ ამეებს, ხო? მიხვდები რომ რა ლამაზია ამენით საუბარი, რომ ერთმანეთში შეგვიძლია და მარტო მე არ ვდგავარ ამბიონზე და მარტო მე არ საუბრობ, ახლა მომისმინეთ. მე რომ გეტყვით, კანონია, გესმით? ღმერთს მადლობა, რომ ესეთი დრო დასრულდა, აღარ არის მორჩა. ეხლა არის დრო, როცა მე მინდა შენთან საუბარი და შენ გინდა ჩემთან საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ერთმანეთის. და ჩვენ თუ გვესმის ერთმანეთის, ჩვენ აღარ ვისაკუთრებთ, რომ იცი რა, მე ვისწავლე პირველი ეს ენა და შენ მერე ისწავლე. კი ბატონო, შენ მერე ისწავლე, მე მანამდე თუ ასე შემდეგ თუ პირიქით, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მნიშვნელობა აქვს ახლა იმას, როგორ ვისაუბრებთ ამ ენაზე და რამდენად გავიხსენებთ ამ ენას. ამინ, ამენით იესო ქრისტე, დღეს ძალიან ბევრი რამე გაიხსნა, მეგობრებო, გადადით ჩემს გვერდზე და ნახავთ, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობას იღებს. მათთანაც ძალიან დიდი რაოდენობით გახსნილი არის ქართული ანბანი, ლაზარე თავისთავში მოიცავს ლას-ზარეს და თუ კი ლასი უნდა ვზაროთ, მოდი ვზაროთ ლასი და
აბა ჰე, შენ იცი. ხო, მე რატო ჩავწერე ეს, იცით, მეგობრებო? როდესაც განვიხილავ რაღაც საკითხებს, ხო? ეს არ არის მაგალითად ჩემი მხოლოდ ჩემი ნამუშევარი. ეს არის ზუსტად ის, რაც სულიწმინდის მიერ მოგვეცემა ჩვენ ყველას. შენს, მეც, იმასაც. მე იმასთან ვისაუბრე, იმან იმ სიტყვით ის გამიხსნა, იმან ის გამიხსნა, მე იმას ის გაუხსენი, გესმის და იმ სიტყვით ის გავუხსენი და ასე ვუხსნით ერთმანეთს და ვუხსნით ერთმანეთს. ვუხსნით. ვუხესენი. მოიცადე ვუხსენი. ვუხსენი. ეხლა ეს სიტყვა, აბა, სიტყვაში საინტერესო იდეებია. ახსნა, რაღაცის ახსნა, ფარდის ახსნა, სიტყვის ახსნა, შინაარსის ახსნა და ასე შემდეგ. გაკოცეთ ეხლა მეგობრებო, წავედი და აბა თქვენცით. ისაუბრეთ ამენით, ლაზარეს ენით.